მოგესალმებით ნაზის არჯველაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს კვლავ ჩემი სტუმარი ბრძანდება არაჩვეულებრივი ბატონი გელა ქოქიაშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საოპერო მომღერალზე ბატონ მიხეილ ნანოპაშვილზე. თქვენი სახელით მივესალმებით ჩემს ძვირფას სტუმარს და ვეტყვი მადლობას რომ მობრძანდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა და ვისაუბროთ არაჩვეულებრივ ტენორზე მიხეილ ნანოპაშვილზე. გვიამბეთ. მოგესალმებით. 1921 წელია. პარიზის გრანდ ოპერა გადავსებული არის მსმენელით და მაყურებლით. გადის ოპერა კარმენი. არადა არ იწყება სპექტაკლი. გადის დრო უკვე და ძალიან შეწუხდა, ესე იგი მაყურებელი შეწუხდა და დარბაზში უკვე ხმაურიც კი ატყდა და ამის შემდეგ პარტიის წინ გამოდის ხოზეს პარტიას გამოწყობილი ქართველი ტენორი, შესანიშნავი მომღერალი მიხეილ ნანოპაშვილი. შემდგომ რასაკვირველია ფსევდონიმი მისი იყო მიშელ დარიელი. გამოდის და ბოდის სუხდის დამსწრე საზოგადოებას. რომ სპექტაკლი იგვიანებს და იმის გამო რომ არასასიამოვნო ამბავი ხდება, ასეთი სიტყვით მიმართა მას, ძალიან არასასიამოვნო ამბავი ხდება ჩემს პატარა ქვეყანაში საქართველოში, რომ რა ქვია დამპყრობელმა რუსულმა დამპყრობელებმა ფაქტიურად ესე იგი დაიპყრეს ჩემი პატარა საქართველო და იქ მიმდინარეობს არასასიამოვნო ხალხი იხოცება, უდანაშაულო მოსახლეობა და ვიდრე ამ დარბაზში მყოფი რუსეთის ელჩი კრასინი არ დატოვებს ამ დარბაზს, სპექტაკლი არ დაიწყებაო. ეს იყო და ფაქტიურად მთელი დარბაზი წამოდგა ფეხზე, ოვაციები გაუმართეს ჩვენს თანამემამულეს და რუსეთის ელჩი კრასინი ფაქტიურად სტვენით გააცილეს დარბაზიდან. ამის შემდეგ დაიწყო სპექტაკლი კარმენი, სადაც ხოზეს როლს, თავარ როლს თამაშობდა მიხეილ ნანოპაშვილი და ამ სპექტაკლმა ჩაიარა რაღაცა ზღაპრულად, ესე იგი ფაქტიურად, ესე იგი მიხეილ ნანოპაშვილი ჯერ ასე საერთოდ არ უმღერია. აქ შინაგანა ემოციური ფონი და იმდროა და თავისი ქვეყანას მოცილებული ადამიანი, რომ ასეთ დარად გამოხატავდა და ეს იყო მაშინდელი იმ პერიოდისთვის გმირობის ტოლფასი იყო. კი, გმირობის ტოლფასი, იმიტომ რომ შეიძლება და ამით საერთოდ კარიერა საერთოდ დამთავრებული იყო მისი კარიერა. მაგრამ პირიქით მოხდა ოვაცია გაუმართეს, რა ქვია, მას როგორც დასაწყისში, ასევე სპექტაკლის ბოლოს და ძალიან დიდხანს არ უშვებდნენ საერთოდ სცენიდან. და სხვადასხვა სპექტაკლის შუა პერიოდში, სადაც ხოზეს არია, მთავარი არია პირველი და ერთ-ერთი მთავარი არია, ესე იგი სამჯერ გაამეორებინეს თავისი პარტია. ხო, გაამეორებინეს სამჯერ და სიამოვნებით გაიმეორა სხვადასხვა და გაიმეორა ერთი მეორეზე უკეთესად იმღერა არიები. ასეთ დაერად ჩაიარა ამ სპექტაკლმა და ეს გახდათ ჩვენი თანამემამულე შესანიშნავი ქართველი
ვოკალისტი, მომღერალი, ტენორი მიხეილ ნალობაშვილი, იგივე მიშელ დარიელი. მიხეილ ნალობაშვილი, საერთოდ ნალობაშვილები გვარი თვითონ ნალობაშვილების გვარი წარმომავლობა არის სიმაგრის რაიონის სოფელი ვაქირი. დიდი გვარია საერთოდ ნალობაშვილები მან. აი ზედმეტ სახელებსაც კი სახელებით არიან უცნობილი 30-მდე ზედმეტ სახელიანი მოგვარი ნალობაშვილები არიან. ესენი თვითონ მიხეილი წინაპრები სუძახდნენ წყალობანი, ესე წყალობანი ყოფილან ეგენი. მაგინტალმა იყო სხვადასხვა მიმდინარეობა, იქ არის ბაჩილანები, კიდე სხვა კონკურსანები და ისეთი და ეს ქუცაანები და რა ვიცი უამრავი წარმოება. 30-მდე ზედმეტ სახელია სოფელში. იმდენი ნალობაშვილია. დაიბადა 1878 წელს ვაქირში, სოფელ ვაქირში. მამამისი იყო იროდიონი იყო, მღვდელმსახურებას ეწეოდა და შესანიშნავად მღეროდა თურმე. შესანიშნავი ხმა ჰქონდა. და ეგზარქოსის მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლში ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი იყო. ნუ აი ამ სიმღერის გარემოცვაში იზრდებოდა ეს ჩვენი რა ქვია მიხეილი და როდესაც იგი შევიდა სწავლობდა მეორე ვაჟთა გიმნაზიაში თბილისში ამ იქ არსებულ გუნდში სიამოვნებით ჩარიცხეს და ასრულებდა სოლო პარტიებს. ასე რომ სიმღერა უკვე მისი ბავშვობის წლებიდან მოდის. სიმღერასთან ახლობლობა, მუსიკასთან ახლობლობა, მისადმი სიყვარული, მისადმი ტოლვა და ამის შემდეგ ის მიემგზავრება პეტერბურგში და სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. და მაგრამ ეს მშობლების თხოვნით. ხო, ალბათ, იმიტომ რომ შეიძლება პირველ დასაწყისში მაინდა-მაინც სიმღერის მიმართ ეხლა რომ სიმღერას გაყოლოდა შეიძლება ეს მაგრამ არც ხონდა შეიძლება განზრახული. მაგრამ როდესაც ჩავიდა იქა და ვიღაცებმა მოისმინა იტალიელი გაბელი იყო ასეთი პედაგოგი. ნუ მოასმენეს ასე საინტერესო ნუ თქვა რომ ესე იგი ეს ასე არჩეულება ამის სტატუება ხომ უნდა გააგრძელოს აუცილებლად და ქვია ვოკალური ხმის დამუშავება. ხო, ვოკალურად უნდა რა ქვია ის ვოკალურ სწავლებას უნდა იყოს ხელი და უკვე ფაქტიურად 20 წლის მესამე კურსის სტუდენტია და პეტერბურგის მარიის საოპერო თეატრში გამოცხადდა კონკურსი. 15 მომღერალს შორის მიხეილ ნალობაშვილმა გაიმარჯვა იმღერა ელიაზარი სარია. ელიაზარი სარია ერთ-ერთი ურთულესი არია. და ელიკო კაროზოსაც კი უჭირდა ხოლმე შესრულების დროს ამბობდა რომ ერთ-ერთი რთული პარტიაო და ესეთია რომ ასე თელი მობილიზება გჭირდება კაროზოც წერს ამას ელიაზარის არიაზე და პარტიაზე საერთოდ რომ ესე იგი თელი მობილიზება გჭირდება რომ ესე იგი შევასრულო ეს პარტიაო და ჩარიცხეს აიყვანეს ესე იგი ეს დაუსწრებელ სმენელად ხო არა მარიის თეატრის ესე იგი თეატრში ჩარიცხეს და მიიღეს და არა გამოცხადებული კონკურსი იყო და ჩარიცხეს ეს კონსერვატორიაში ხო კონსერვატორიაში ჩარიცხეს და უკვე მესამე კურსზე იყო ეს იურიდიულ ფაკულტეტზე დაანება თავი იურიდიულ ფაკულტეტს და ქვესწავლებას და თლიანად გადაერთო კონსერვატორიაში და იქ სწავლობდა უდიდეს პედაგოგთან ევგენი ჯირალდონის დედასთან ფერნი ჯირალდონი იყო მაშინ პროფესორი კალბატონი ფერნი ჯირალდონი კალბატონი ფერნი ჯირალდონი კონსერვატორიის პროფესორი და მასთან დაიწყო
მეცადინეობა. მაგრამ წარმატებები იმდენად ისეთი შტამბეჭდავი იყო, რომ ფერნი ჯირალდომა 1900 პირველ წელს მილანში ჩაიყვანა მილანში და წარუდგინა თავის ვაჟს ცნობილ ბარიტონს ევგენი ჯირალდონს. ევგენი ჯირალდონი აღიარებული ბარიტონი იყო შოთაშორის. ტიტაროფო თავის წიგნში ჩემი ცხოვრების პარაბოლა ახსენებს იქ ევგენი ჯირალდონს. იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ შეცვალა ევგენი ჯირალდონი დაეხმარა მას. ესე იგი სპექტაკლი ვარდებოდა რაღაც რამოდენიმე სპექტაკლი და ევგენი ჯირალდონმა იხსნა ეს სპექტაკლი და ძალიან დადებითად იხსენებს სხვადასხვა თავის წიგნშიც. და ევგენი ჯირალდონმა იქ მილანში არსებულმა ელიტამ, ესე იგი პედაგოგებმა მოკიდეს ხელი და სიტყვით რამოდენიმე 2 წელიწადი იყო და 2 წლის შემდეგ მიხეილ ნალობაშვილი მიდის გადადის საფრანგეთში, პარიზში მიემგზავრება. იქ იწყებს საკონცერტო საქმიანობას. და მისი კონცერტმეისტერი იყო ცნობილი ჟანეტ კენო, ასეთი პიროვნება. შემდეგ მისი მეუღლე გახდა. და შემდეგ 1906 წელს ისინი დაქორწინდნენ. და მათ ესე იგი ერთიანად, როგორც კონცერტმეისტერმა და მომღერალმა შემოიარეს მთელი საფრანგეთი კონცერტებით. ჩავიდნენ 2 თვე საგასტროლოდ იყვნენ ჩასულები მონტე-კარლოში, ჩავიდნენ ნიცაში, პარიზში თვითონ პარიზში უამრავი კონცერტი გამართეს და 1908 წელს უკვე მიხეილ ნალობაშვილი არის პარიზის გრანდ ოპერის სოლისტი. და აქ უკვე ესე იგი ფსევდონიმის სახით გადის, ესე იგი მიხეილ ნალობაშვილი უკვე ესე იგი გამოდის ფსევდონიმის სახით და მიშელ დარიელის ფსევდონიმით არის უკვე ცნობილი. და გამოდის სპექტაკლებში, შემოვლილი აქვს უკვე მთელი საფრანგეთი, მთელი ევროპა, რუსეთი, თურქეთი და რა ვიცი, საკონცერტო მოგზაურობებით თავის მეუღლესთან ერთად ჩადის იტალიაში, მართავს კონცერტებს. ქალაქ ნიცაში, ქალაქ მონტე-კარლოში, საფრანგეთის რამოდენიმე ცნობილ ქალაქში, ჩამოდის რუსეთში, სხვადასხვა და მართავს აქ კონცერტებს, რუსეთში. და სპექტაკლები, ესე იგი, გრანდ ოპერის პროგრამის მიხედვით, მთელი რეპერტუარი, ტენორის რეპერტუარი აითვისა მან. აითვისა თანაც როგორ დონეზე, როგორ ხარისხზე. მას ჰქონდა ლირიკო, დრამატული, უფრო დრამატული ტენორი და ეს დრამატული პარტიები იყო მაგისთვის მორგებული. ზედ გამოჭრილი იყო დრამატული პარტიებისთვის. ჰუგენოტები იყო, ფაუსტი იყო, ტოსკა იყო, თუ რა ვიცი, ცნობილი საოპერო სპექტაკლები მისთვის უკვე იყო ჩვეულებრივი მოვლენა. და 1911 წელს მიხეილ ნალობაშვილი ჩამოდის საქართველოში. და აქ არის სახალხო თეატრში მას საშუალება აქვს იმღეროს 2 სპექტაკლში. ეს არის ფაუსტი და ჰუგენოტები. და ჩამოვიდა თუ ფურორი მოახდინა. აჭრედა მთელი პრესა, გამოეხმაურა ქართული საზოგადოება, რომ ჩვენი თანამემამულე ასეთი დონის და ასეთი ხარისხის, ასეთ სიმაღლეზე ასული და მართლაც
წინვალე შესრულებით რასაკვირველია. მას სრული დიაპაზონი ჰქონდა, პრობლემა არ ჰქონდა, ახალი დაბარია, პრობლემა არ ჰქონია. და შესანიშნავად ფლობდა, იმიტომ რომ შესანიშნავი სკოლა ჰქონდა მიღებული. რა თქმა უნდა. აი ამ სკოლამ, ესე იგი პეტერბურგში თვითონ ფერდი ჯირაუტოვთან და შემდეგ იტალიაში მიღებულმა, ესე იგი გამოცდილებამ და სწავლამ მას დიდი, რა ქვია, შეძინა, რა ქვია და გამოცდილება შეძინა. რა თქმა უნდა. ჩამოვიდა საქართველოში ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი. საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა თავისთავად თბილისში. ორი სპექტაკლი ხო იმღერა. ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბაქოში ჩავიდა სხვათა შორის, ბაქოში ჩავიდა და იქ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი. და უდიდესი გამოხმაურებები ჰქონდა. უდიდესი აღიარება, რომ ქართული საზოგადოება იყო ერთ სიმაღლეზე იყო, რომ ასეთი პიროვნება ყავს ჩვენ, ესე იგი ევროპული დონის, ესე იგი მომღერალი. მართლაც შესანიშნავი იყო მისი შესრულებული როლები, როგორც დრამატულად, ასე ვოკალურად და მე შესრულების კულტურა რაც თავარია. აი შესრულების კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იქ წერდნენ კიდევაც რომ ეთყობაო მასო იტალიურ ფრანგული გავლენა აქვს კულტურა შესრულების მანერაში, შესრულების კულტურაში ასკარად გამოიხატებაო მისი იტალიაში ყოფნა და საფრანგეთში ყოფნაო. და ის შემდეგ გადის 1912 წელს ის ჩადის ამერიკაში. და ეხლა მე ვიდაინდა რადგანაც წირი საბუთები არსებობს მის შესახებ, იმიტომ რომ კომუნისტური პერიოდის დროს კომუნისტების ბოლშევიკების ხო რა თქმა უნდა საერთოდ აკრძალული იყო ბაზა საუბარი. და ამიტომ არის წირი მისი ავტობიოგრაფიული მონაცემები და მე დარწმუნებული ვარ რომ ის შესრულდა მეტროპოლიტენ ოპერაშიც აქვს დამღელი. ჩავიდა იქიდან ამერიკიდან ჩავიდა მე კანადაში. მონრეალში ჩავიდა იმღერა სპექტაკლები მონრეალში, ტორონტოში, კანადაში. უდიდესი წარმატებით. მას ახლა სთავაზობენ უკვე საერთოდ რომ გადავიდეს იქ, რა ქვია, ამერიკაში. მაგრამ არა ეს უარსაცხადებს ჩამოდის ისევ რა ქვია საფრანგეთში და აგრძელებს მაშინ პარიზის გრანდ ოპერაში მოღვაწეობას. მითი ესე იგი მას და ჟანეტ კენოს მის მეუღლეს ყავდათ ორი შვილი, გოგონა და ვაჟი. ხო, ვაჟი და გოგონა და ერთ სიტყვით 20 წელს, 1920 წელს ის თავის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ჩამოვიდა იმ იმედით, რომ იქნებ დარჩენილიყო აქ საქართველოში თავის ოჯახთან ერთად და თავის მოღვაწეობა საქართველოში გაიგრძელებდა. მე მგონი ვერ შეძლებდა აქ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი უკვე ნებოდა კაკები აუცილებლად არა ჯერ იყო ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდია. დამოუკიდებლობის 20 წელია. 20 წელს ჩამოვიდა და 20 წლის ზაფხულში ჩამოვიდა. და იმღერა 5 თუ 6 სპექტაკლი. იმღერა უდიდესი წარმატებებით, იმღერა ოპერა რახელში, მანონში, ტოსკაში, ფაუსტში, კარმენში, ჰუგენოტებში. ეს სპექტაკლები მოკლედ ისეთ დონეზე შეასრულა, რომ თქვენს რომ ესე იგი ესო უნდა დავტოვოთ ახალ საქართველოს. რატომ მოხდა მისი არ დატოვება? ის ხო არ იყო ის მიზეზი მან რომ გამოვიდა გრანდ ოპერაში და მე მგონი მაინც ახლა მე ძალიან შეყვარებული ვარ და უამრავი გადაცემები და წიგნიც გამოცემული მაქვს და ფილმიც გადაღებული მაქვს
ჩვენ გენიალურ ვანო სარაჯიშვილს. დიახ. მაგრამ აი ის პერიოდი დაემთხვა ზუსტად რომ ვანო სარაჯიშვილის უკვე არსებებული იყო საქართველოში. ვანო სარაჯიშვილის კერპი იყო ვანო სარაჯიშვილი. ნუ ის უფრო ლირიული. საერთოდ უფრო ლირიული და ვანო ზოგჯერ ველოდა დრამა, აი ჰუგენოტებს მაგალითად ველოდა, რაულს ველოდა ვანო. ის კი არა აიდასაც კი ველოდა ხოლმე, მაგრამ ეხლა ვანო უბრწყინვალესი იქნებოდა ლირულ პარტიებში. გასაკვირველია. და ეს უფრო დრამატული პარტიები იქნებოდა. მაგრამ აი ვიღაცების ესე გულცივ დამოკიდებულების და გულგრილი დამოკიდებულების გამო შეიძლება შურითაც გასაკვირველია შეატყო რომ ესე იგი რომ უნდა დასულიყო და დატოვა. ხო. შეიძლება კიდევაც ურჩიეს რომ აი შენ ისეთი რამ გააკეთე რომ გააძევე ელჩი თეატრიდან ესეც ხო შეიძლება იყოს და შეიძლება კიდევაც დამუხრებოდნენ აქროს დარჩენილიყო და არ მიეცათ საშუალება რომ მას რომ კარგად ემოღვაწევა საქართველოში როგორ ფიქრობთ ამაზე? აი პიასა მგონია ხო ჩვენ ხო ვიცით ახლა კი ბატონო ჩვენ სიგიჟემდე შეყარებული ვართ ჩვენ საქართველოზე ქართველებზე რასაკვირველია მაგრამ ის სენი რაც ქვია შური და შური დამტრობა ეს ახლავს ქართველებს აგერ მაგალითი ყავარ მე თვითონ როდესაც 1970 წლებში საკავშირო კონკურსში გავიმარჯვე მე საიტალიო კონკურსი იყო ასეთი სპეციალური გამოცხადებული და საკავშირო კონკურსში გავიმარჯვე მე მაგრამ ნუ ვიღაცები ჩაერინენ ცუდად ხელშები შალეს და ვეღარ წავედით მე ნუ ასეთი რაღაცები არის საკურველი ახლა არ არის გამორიცხული რომ თვითონ მიხეილ ნალუბაშვილის მიმართაც ანალოგიურ რაღაც იყო ეს ახლავს ქართულ სინამდვილეს ახლავს სამწუხაროდ ეს ახლავს ეს ჩვენ უნიჭიერესი ხალხი ვართ სიგიჟემდე მიყვარს ჩვენი ქვეყანა მაგრამ აი ეს თუ ვინმე კარგი გამოგვერია დავყორდნით ხო როგორც ბატონმა ასეთი რაღაცები ახლავს სამწუხაროდ ჩვენს ისტორიას თანაც ერთი კი არა უამრავი ისტორია სამწუხაროა რომ მან ვერ შეძლო თავის ქვეყანაში დამკვიდრება და სიამონება მიენიჭებინა თავისი მენელისათვის ეს ძალიან ცუდია ხო ის უკვე ძალიან ესე გულნათკენი წავიდა 20 წლის ბოლოს ცოლშვილით იყო მაშინ ჩამოსული ხო მართულია მოგითხარით გამიზნული ქონდა აქ დარჩენა გამიზნული ქონდა ჩამოიყვანა მეუღლე და შვილების ჩამოვიდა იმღერა 5 სპექტაკლი აქ თბილისში გამართა საქველმოქმედო კონცერტები და გამოდგა სურვილი აქ დარჩენის ხო სურვილი ქონდა რომ ესე იგი დარჩენილი იყო საქართველოში თავისი ოჯახით რასაკვირველია მაგრამ ძალიან გულნათკენი წავიდა 20 წლის ბოლოს შემოდგომის ბოლოს წავიდა და ესე იგი გასტროლებით შემოიარა მთელი ევროპა ესპანეთში ჩადიოდა მადრიდში ბარსელონაში სპექტაკლებს მღეროდა ნუ სასწაულად პირდაპირ სასწაულად ჩადიოდა თვითონ იტალიაში ჩადიოდა სხვადასხვა იმდენად საინტერესო მონაცემები ჰქონდა რომ იტალიაში იწვევდნენ მე დარწმუნებული ვარ შეიძლება არ არის ეს მონაცემები ეს ხო მეც ვეძებე ძალიან მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლასკაროსი საქმე კი როგორ არა მე ვცე რომ არა ეს ბუდაპეშტი და ვარშავა და ესენი ეს თურქეთში სოლო კონცერტები 2 თვე
თავის მეუღლესთან ერთად შემოიარა მთელი თურქეთის ქალაქები, რუსეთის ქალაქები შემოიარა. მეუღლესთან ერთად კონცერტმეისტერი იყო. და შემოიარა, ასე რომ ესე იგი ფაქტურად ევროპაში აღიარებული კაცი საქართველოში აღიარებულმა ხელოვანმა საქართველოში ადგილი ვერ პოვა. სამწუხარო ეგ არის და იმდენად საინტერესო იყო 1931 წელს კიდევ გამოდიოდა გასაგებია ასაკოვანი იყო და კიდევ გამოდიოდა ოპერებში და გამოდიოდა თავის შვილთან ერთად უკვე. კი, კონცერტებს მართავდა და თავის შვილთან ერთად გოგონასთან თუ ვაჟთან? გოგონასთან ერთად. და ეხლა ესეთი მომენტია რომ იქ წერია მე შევედი გუგლში და მაინტერესა მისი ცხოვრების ბოლო წლები როგორ იყო ის წერია რომ არ დაიცვალა ძალიან ისეთ ვითარებაში რომ არიციან რით არის გარდაცვლილი ეს არის საფრთხო წყობილების პერიოდი ხო აი წერია ის უკვე ესე იგი გაუგებარ ვითარებაში ასე წერია მიუღებელ პიროვნებად ის კი არა მე როდესაც ვაკეთებდი რა ქვია პუბლიცისტურ მარკოს დრო გამოვზოგოთ დრო დავზოგოთ ბრძანეთ და მე გადავიდეთ როდესაც ვიკვლევდი მასალებს ვაგროვებდი და ვიკვლევდი მე დავუკავშირდი ნაცნობი იყო ჩემი პარიზში კონსული საქართველოს კონსული და თხოვე რაღაცა რომ იქნებ ვიღაცა გაეგზანა რომ პარიზში ესე გრანდ ოპერაში თუ გრანდ ოპერის არქივში თუ არსებობდა რაიმე მასალა მის შესახებ ან თუ არსებობდა ჩანაწერები ან თუ არსებობდა რაღაც ბიოგრაფიული მონაცემები თუნდაც საკონცერტო ყოფილიყო ან თუნდაც შესაძლებელი თუ იყო რომ მისი შთამომავლებს რა ბედი ეწიათ როგორ გავითარდა მათი ცხოვრება სხვათა შორის გულთან მიიტანა ძალიან ამ კონსულმა და ნაცნობი იყო ჩემი და მიიტანა და დამირეკა და სამწუხაროდ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს წავიდა მართლაც უწყინვალესი ესე იგი მე ეხლა უწყინვალე მაგისი ბრწყინვალება და მაგისი ასეთი დონის მაღალი დონის ესე იგი ხელოვნება რითი შეფასდა რომ იმდენად ესე იგი საფრანგეთისთვის იმდენად იყო რა ქვია დამსახურებისთვის მიმართ დამსახურებული რომ საფოსტო მარკაზეც კი გამოსახეს მისი საფოსტო მარკაზე გამოსახეს მისი სურათი ეს იყო იშვიათი შემთხვევა საერთოდ რა თქმა უნდა და ასეთი პიროვნება ასე დამთავრდა სამწუხაროდ ამ გენიალური ხელოვანის გენიალური მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო გელა რომ თქვენ წარმოაჩინეთ დღეს ეს დიდებული ქართველი თავისი არაჩვეულებრივი მონაცემებით ვოკალური და ჩვენ გავახსენეთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს ესეთი უნიკალური მომღერლის შესახებ და მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. ეხლა ჩვენ გვყავს მეორე პიროვნება რომელიც უნდა გავიხსენოთ რევას გოგინაშვილის შესახებ ვიმზადებოდა პირველი პიროვნება, პირველი კომპოზიტორი, რომელმაც პირველი ოპერა შექმნა საქართველოში. ეს იყო ქრისტინე. პირველი ოპერა. აი გვიანბეთ ამ პიროვნების ცხოვრება როგორი იყო? კი, რევაზ გოგინაშვილი 1893 წელს დაიბადა თბილისში. მას ოჯახში ჰქონდა მუსიკალური ოჯახი ჰქონდა სხვათა შორის მუსიკალურად ესე იგი განვითარებულები იყვნენ და მუსიკა ძალიან უყვარდათ მის მშობლებს და ამასაც შეაყვარეს მუსიკა სწავლობდა ეს რა ქვია მუსიკას საფორტეპიანო განხრით და იმდენად დადებითი მონაცემები ჰქონდა და ესეთი კარგი მონაცემები ჰქონდა რომ
იგი ჩარიცხეს პარიზის კონსერვატორიაში. დიახ, და სულ ახალგაზრდა დაამთავრა. სულ რაღაცა 20 წელსაც ხერებო. დაასრულა კონსერვატორია და როცა ჩამოვიდა პარიზიდან უკვე ფაქტიურად ოპერა ქრისტიანე რომელიც მან დაწერა ფაქტიურად მზად ჰქონდა მას. ეგნატე ნინოშვილის ლიბრეტოს მიხედვით გაკეთებული ოპერა ქრისტიანე. და რომ ჩამოვიდა, ესე იგი საქართველოს ისეთი პერიოდია, თქვია, რომ ეს რუსეთი ხო თავისთავად უკვე რუსეთის ქვეშევრდომობა თავისთავად ძალიან მოქმედებდა და რუსული გავლენა ძალიან დიდი იყო. და იყვნენ სხვადასხვა ისეთი ქართველები, რომლებიც რუსეთუმები იყვნენ და რუსეთიდან რა დროს ქართული ოპერაო ეძახეს ზოგიერთები რა მაგრამ ფილიმონ კოლიძე ამაზე სულ ოცნებობდა რომ როგორ შექმნილი იყო იმდენად დაინტერესებული იყო ქართული საზოგადოება ქართული ოპერის შექმნით რომ ის კი არა დაიწყეს როგორც იტალიური ოპერების, ასევე რუსული ოპერების გამოქართულება. კი, ქართულ ენაზე გამოიტანეს, იმდენად მონდომებული იყო ქართული საზოგადოება, მოწყურებული იყო ოპერას როგორც ასეთი. ხო და ეს პიროვნება ახალგაზრდა, ნიჭიერი, უნიჭიერესი. პირველი ოპერა საქართველოში. მოევლინა კომპოზიტორი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი მუსიკა. მაგალითად, მან ხალხური რაღაცები შეიტანა. ის კი არა, ოპერაში ჩართო დუდუკი. კი, ოპერაში ჩართო რაღაც მომენტში დუდუკის ჩართო სადღაც ესეთი სკეიპის სცენაა თუ რაღაცა ესეთი სცენაა და სადღაც ესეთი ყარაჩოხელები თუ რაღაცა და ჩართო დუდუკი. და ქართული მელოდიები გაამდიდრა თავისთავად. მაგრამ როდესაც გადაწყდა როგორ შეხვდა მას საქართველოს მაყურებელი მომღერალთა მუსიკოსთა საზოგადოება მოინდომა ესე იგი მისი დადგმა. დიახ. ყველა ჯერ ოპერა დადგმული საქართველოში არ არის. არ არის საერთოდ პირველი ოპერა არც არაკეშვილი, არც ბალეშვილი, არც მელიტონ ბალანჩივაძე. არა. ისინი დასაკვირველი რაღაცა ქმნიან თავს ფრაგმენტებს, ფალიაშვილს უკვე ჰქონდა, ვანოსარაჯიშვილს და სანდრო ინათურს ჰქონდა ფრაგმენტები, გამოჰქონდათ კონცერტებზე, მაგალითად აბესალომის და მურმანის დუეტი ნამღერი ჰქონდათ უკვე. საკონცერტო 1910 წელს უკვე. საკონცერტო შესრულებით ფრაგმენტები. როგორც ასეთი ოპერა საერთოდ არ არსებობდა. პირველი ოპერა საქართველოში არის ქრისტინე. კი, 1918 წელს მაისის თვეში გადაწყდა რომ დაედგათ ეს ოპერა. მომღერალთა და მუსიკოსთა საზოგადოებამ ითავა ეს ყველაფერი და მაგრამ როგორც კი მოხდა ვანოსარაჯიშვილი გახდა ავად და ვერ შეასრულა ხო მართალია? არა, ვანოსარაჯიშვილმა იმღერა თავის პარტია იმღერა. კი, იმღერა. მაგრამ მან საქართველოში მაშინ მოღვაწეობდნენ რუსი მომღერლები. თავარ პარტიას მღეროდა ქალბატონი კალანდაძე აღასოვა. აღასოვასი. დიახ. მღეროდა რუსი მომღერლები გურბატოვი, მიხაილოვა. მღეროდა ვანოსარაჯიშვილი ცოტაშორის ამ სპექტაკლში. კი. ტენორის პარტიას ასრულებდა. დიახ. და მაგრამ გაჩნდა ძალიან ესეთი მოშურნეთა მთელი არმია. იაგარგარეთმა სტატია გაამზადა, რომ იდგმება ქართული ოპერა, პირველი ქართული ოპერა და მოუწოდა საზოგადოებას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. არ დაბერდა გაზეთმა, არ დაბერდა. და დავაიბირდა შემდგომ რუსულად. ხო, სპეციალურად გააკეთეს, რომ არ დაბერდეს ეს. მე აფიშები გააკეთეს, ქართულად, რუსულად გადააკეთეს აფიშები და გააკრეს. ესე იგი და ხალხს ეგონა, რომ ეს რუსული ოპერაო. დიახ. ეს რაღაცაც ეგონა. არსებული აფიშები რაც ქონდა ისინი ჩამოხიეს. რაღაცა. ხო. მე
გაიფისა გუნდის მომღერლები. ხელფასები სვის მომატება მოითხოვეს. და თელევი ქართველი შვილი იხსნა, ფაქტობრივად დირიჟორი იყო ქართველი შვილი. და მან ესე იგი ისეთად ეცადა ყველანაირად რომ ესე იგი ეს სპექტაკლი არ ჩავარდნილიყო და მაინც ეს სპექტაკლი ბოლოს შედგა და ხალხი არ მოვიდა პირველ ხანებში რაღაცა ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა და ერთმანეთს ეუბნებოდა რა ხდებოდა ქართველებსო დაგვიანება უყვარდო საერთოდ და ცოტაც მოვიცადოთ და ბოლოს დაგვიანებით მაინც შედგა ეს სპექტაკლი. დიახ. შედგა დიდი წარმატებით. შედგა უდიდესი წარმატებით. ეს იყო და საერთო აღიარება მოიპოვა ქართული საზოგადოების. და მაგრამ ამის შემდეგ ესე იგი ეს სპექტაკლი სულ 4-ჯერ დაიდგა, მეტჯერ არა. დიახ. მაგრამ ვიღაცის ესე იგი ბოროტი ხელი როგორც ჩანს არის სვენებდა ქართველებში და ხელი შეუშალეს და 4 სპექტაკლის მერე საერთოდ მოიხსნა რეპერტუარიდან. და ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი რევაზ გოგნიაშვილი რომელსაც გამზადებული ჰქონდა ეს ოპერა რასაკვირველი გამზადებული ჰქონდა და უკვე გამზადებული ჰქონდა ოპერა ხო ახალი ოპერა ესე კომიკური ოპერა კუდიანი ასეთი ოპერა ჰქონდა კუდიანი და იმის დადგმასაც აპირებდა იმის ფრაგმენტებს სხვადასხვა კონცერტებში ასრულებდნენ იმის ამ კუდიანის ფრაგმენტებს მაგრამ გაჩერდა ყველაფერი გიორგი სააკაძეს სურვილი ჰქონდა რომ დაიწყო მაგრამ არ დაუმთავრებია იმიტომ რომ აღარ მისცეს სასაშრობო საერთოდ გარიყეს მინდა რა ქვია საოპერო სცენიდან ეს უნიჭიერესი პიროვნება და მოხსეს მისი რა ქვია რეპერტუარიდან და სამშობლო წყობილება რომ დაყარდა 21 წლის შემდეგ ის მერე სადღაც თან მუსიკალურ დაწარმოებებს აკეთებდა დრამატული სპექტაკლებისთვის ხო რამოდენიმე სპექტაკლისთვის აი თქვენ ბრძანეთ ეხლა რომ ძალიან ბევრი მისი სპექტაკლი მუსიკალური ნაწარმოებები დრამატული სახის დიახ მაგრამ იმასაც ხომ მაშუბოდა სპექტაკლებსაც ხომ თავისთავად სპექტაკლებში შეჭრებოდა კოტე მარჯანიშვილს არ ეხმარებოდა მარჯანიშვილთან არა მარჯანიშვილთან იყო უდიდესი კომპოზიტორი პირველი კომპოზიტორი ქალი ეს იყო თამარ ვახახვაშვილი დიახ იმაზე ჩვენ შეგვიძლია მე შემდგომ ვისაუბროთ იმიტომ რომ ის ძალიან საინტერესო პიროვნება იყო უნიჭიერესი კალბატონი ბრძანდებოდა კალბატონი თამარ ვახახვაშვილი და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას სკოლის დირექტორიც იყო მუსიკალური სკოლის პედაგოგობდა თბილისში გორშიც იყო საკუთარ წყობილების დროს სახალხო კომისარიატმა თითქოს გადაწყვიტა რომ დადგმული იყო მისი ხელახლა დადგმული იყო მისი ქრისტინე თანაც რაღაცა მისცეს რა ქვია ისეთი დავალებასავით მისცეს რომ რაღაცეები ჩაესწორებია იქ ოპერაში გააკეთებდა ახლა თვითონ კომპოზიტორი ჯერი კაცი იყო და თუ საჭირო იქნებოდა რასაკვირველია რაღაცა შეცვლიდა რაღაცა ჩამატებდა რაღაცას ამოიღებდა ალბათ რაღაცა შეიძლება ასეთი რაღაცაც იყოს სრული მაგრამ გადაწყვეტილი რეპერტუარში შესული იყო უკვე მაგრამ ვიღაცის ბოროტი ხელმა საერთოდ რეპერტუარიდან ამოიღო და ამით დამთავრდა რევაზ გოგნიაშვილის კომპოზიტორობა საქართველოში თბილისში ამ უნიჭიერესი ახალგაზრდის ცხოვრება ასეთნაირად წარიმართა
ვიღაცის ბოროტმა ხელმა ჭავჭავაძეებთან უახლოვესი ჰქონდა სანათესა ურთიერთობა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბიძაშვილი იყო. ხო ეს შეიძლება ამანაც შეუშალა ხელი, მოდი შეიძლება. ხო. მაგრამ რატო უნდა შეეშალა ქაქუცა ჩოლოყაშვილი? მაშინ საბჭოთა ისეთი მდგომარეობა იყო, რომ გაუგებარი სიტუაცია იყო, ვინ ვის ებრძოდა, მოდით ასე ვთქვათ. ხო, არა, ქაქუცა ჩოლოყაშვილს საკუთარ წყობილების დროს არ წყალობდნენ ასე. ხო, და ეს შეიძლება ესეც არის და აი 30-იან წლებში, ხო? ის უკვე ჭიათურაში საორკესტრო სიმფონიას ქმნის და იქ ჩაუდგა სათავეში რამდენიმე ხნით იყო იქა მიწვეული. ეს მე Google-დან ამოვიღე ეს ინფორმაცია და ყოველ შემთხვევაში ფულის საშოვნელად აი ასეთ მასე მიდიოდა ეს პიროვნება. საარსებო წყარო ხომ უნდა სასწავლებლები იყო მაშინ თბილისში, ქუთაისში, გორში, იქ ჩადიოდა. ისეთ სხვათა შორის ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა პარიზიდან. დიახ. მან პარიზში იდირიჟორა რამოდენიმე ცნობილ ორკესტრთან. კი. იდირიჟორა მან. კი. როგორი მრავალმხრივი ეს გამოცდილება ჰქონდა, ეს გამოცდილებაც ჰქონდა. ხო, და სწორედ ხა ჭიათურაში ხა შეიძლება ნაწარმოები არ დაიწყო, ყოველ შემთხვევაში ცნობილი დირიჟორი იქნებოდა. კი. იმიტომ რომ მონაცემები ჰქონდა ძალიან მწყნივარი, უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო კაცი. და ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდა ასეთნაირად წავიდა და დაიკარგა. ზოგიერთი გურცივი ქართველების მეშვეობით. დიახ, და შურისა და მტრობის შედეგად. კი, და ეს ორი პიროვნება, მოდით შევაჯამოთ ახლა თქვენის ნებართვით, ჯერ დავიწყოთ აბატონ ნანობაშვილი, შევაჯამოთ რა და აი როგორ ფიქრობთ თქვენ? როგორც მიხეილ ნანობაშვილი. დიახ. ასევე რევაზ გოგნიაშვილი, ესე იგი ქართულ შურს და ქართულ სამწუხაროა. ქართულ მტრობას შეეწირა. მე ასე შურს შური და გაუტანლობა ეს ძალიან სამწუხაროა. შეეწირა ეს ორი შესანიშნავი ხელოვანი. და ძალიან სამწუხაროა, რომ არ იცნობს ხალხი. არ იცნობს ახლა. შეიძლება თვითონ არ იცნობს, იმიტომ რომ ერთი საბჭოთა წყობილების დროს რეკლამა არ არის. არ დღეს არ არის. საერთოდ აკრძალული იყო მიხეილ ნალობაშვილის ხსენება. კი ბატონო. ახლა წარმოიდგინეთ 70 წლის განმავლობაში აკრძალული იყო. ისე როგორც აი შალიაპინის ხსენება აკრძალული იყო. შალიაპინი ხო საფრანგეთში ცხოვრობდა, პარიზში ცხოვრობდა, მე რუსეთთან რო გაიქცა შალიაპინი და საბჭოთა წყობილების დროს მისი ხსენება არ იყო. აი ბოლო პერიოდში უკვე ეს გორბაჩოვის პერიოდში მოხდა მისი, რა ქვია, უფრო ესე გამოჩენა და რეაბილიტაცია, გამოჩენა და მისი ჩანაწერების ესე იგი, რა ქვია, გახმოვანება. ასე მოხდა. კი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ორი დიდებული ხელოვანი აი ასე მივიწყებული არის დღესაც. მივიწყებული არის ის ახლა საზოგადოებამ არის ეს გოგნიაშვილი ვინ არისო კაცო მეუბნებიან ახლა. მეუბნები რომ პირველი ქართული ოპერის ვიღაცას ერთ-ერთ საზოგადოებაში საუბარი მქონდა რაღაცაზე, ჩამოვარდა ოპერაზე და მე თქვი რომ ასეთი პიროვნება არსებობდა. ყველა გაგვირება ერთი დაახლოებით 50-60 კაცი იყო, სულ ყველა გაგვირებული დარჩა. ხო, და ისიც არის გასაგები რომ გოგნიაშვილი რა საიდან მოვიდა ვეტარებდა და მე ვთხარი ეგ არის პირველი ქართული ოპერის მოთხარი. და არ არის არ კეთდება რეკლამა. არ კეთდება, იმიტომ რომ
რატომ არა უნდა იყოს, იმიტომ რომ ხომ უნდა ვიცოდეთ პირველი ოპერა ვინ დაწერა ერთი წლის შემდეგ დაიდგა არაყიშვილის ოპერა ერთი წლის შემდეგ დაიდგა მაგრამ ხო პირველია 18 წელს დაიდგა მისი ოპერა და არაყიშვილის ოპერა დაიდგა 19 წელს და ერთი თვის მერე დაიდგა ერთი თვის მერე არაყიშვილის ოპერის ერთი თვის შემდეგ დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი აი ესე იგი მაინც პიონერი ამ ხელოვნებაში არის ისე უდაოდ რევაზ გოგინაშვილი და ეს ქალწულმა ერმა არიცის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ გავიხსენეთ ეს ორი დიდებული ქართველებისაგან მივიწყებული და განდევნილები მოდით ასე ვთქვათ თავიანთი სამწუხაროდ და თქვენ ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა რომ მინდა დიდი პატივისცემით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ რომ თქვენ წიგნით შექმენით და ჩვენ თანმიმდევრობით მივყვებით და ძალიან ბევრ პიროვნებებს გავაშუქებთ ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მოვიგონებთ იმ ჩვენს დიდ წინაპრებს რომლებიც რატომღაც სხვადასხვა მიზეზების გამო არიან მივიწყებულები თქვენი სახელით დამდვილად გავიხსენებთ ყველას და ჩემი მიზანიც ეგ იყო სხვადასხვა და მე პირადად მიხეილ ნალობაშვილს შევაფასებ გმირად რომ მან თავისი მომავალი სასწორზე დაბლოკა აი ეს შემდგომში ეს არის მიზეზი რომ ის არ არის ცნობილი თავისი გამოსვლით ახლა ცოტა ისეთი მომენტია რომ სახელმწიფოს კონსული გააძევო ოპერიდან ძალიან წარმოუდგენს ვერც კი წარმოიდგენდა ხო და ეს რო გააკეთა რა თქმა უნდა შემდგომ მისი გვარად კრასინი იყო წინსვლა როგორც მომღერლის მოხდა დაბლოკა თქვენი სახელით დავემშვიდობებით ჩემ ძვირფას მაყურებელს და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის და კვლავ მომავალ სამშაბათს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ძალიან საინტერესო გადაცემა გელით წინ ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის მადლობა მოსმენისათვის